Ორიგინალ ასე მოგივიდეს, ეს გახურების მეთოდი აუცილებლად უნდა გამოიყენო. 15 წუთის არბემილი გზა სიარული და ზოგადი გახურებაც კარგია, მაგრამ სპეციფიკურ ვარჯიშებს სპეციფიკური გახურება სჭირდება. რა მოძრაობასაც არ უნდა აკეთებდე, დაიწყე დაბალი წონით და გააკეთე მინიმუმ 10 გამეორება. დაბალი წონის მიუხედავად ისე მოიქცე თითქოს მაქსიმალურ წონას აკეთებ, იმიტომ რომ ყოველი გამეორება შენი ტექნიკის გაუმჯობესების შესაძლებლობაა. შემდეგ უნდა უგაზარდე წონა და გააკეთე 8 გამეორება. რამდენით გაზრდი წონას შენს ძალაზეა დამოკიდებული, მაგალითად, ჩემი სამუშაო წონა 100 კილოა, ამიტომ მე 20 კილოგრამიან ნახტომებს ვაკეთებ. შემდეგ კიდევ გაზარდე წონა და გააკეთე 6 გამეორება. როგორც ხედავ, წონის მომატებასთან ერთად გამეორებების რაოდენობა იკლებს, იმიტომ რომ გახურების მიზანი სამუშაო წონისთვის მომზადებაა და არა დაღლა. ყოველ მისვლაზე 10 გამეორება რომ გააკეთო, სანამ სამუშაო წონამდე მიაღწევ, უკვე დაღლილი იქნება. კიდევ გაზარდე წონა და გააკეთე 4 გამეორება. წონის მომატებასთან ერთად ნერვული სისტემაც ეჩვევა დატვირთვას და ფსიქოლოგიურადაც ემზადები სამუშაო მისვლების გასაკეთებლად. ბოლო ნახტომის გააკეთე და ახლა უკვე შეგიძლია სამუშაო მისვლები დაიწყო. ასეთი გახურებით ბევრად უფრო მომზადებული და ძლიერი იქნები, ვიდრე სარბენი ბილიკიდან პირდაპირ მაღალი წონების აწევით იქნებოდი. ამასთან ერთად ტრავმის რისკიც მოიკლებს, იმიტომ რომ ზუსტად ის კუნთები, სახსრები და მყესები გაახურე, რომლებიც ამ კონკრეტული ვარჯიშისთვისაა საჭირო. შეინახე ეს ვიდეო და გამოიწერე გვერდი მსგავსი რჩევებისთვის.